ცებულია, სიყვარულით არის მოსული, გარიგებით მე ვარ. ჩვენთან სხვათა შორის ეს არის, რომ გვარი არ გაძლევდა უფლებას დაგეკარგა სინდის ნომს. მისაღებია თუ არა, ქმრისგან ხალატი. ცოლისთვის. ისე მაგასა უდგა გვერდები. უნდა დაანგრიოს ოჯახი, ცოლმა თუ გაიგებს რომ ქმარი ღალატობს, თუ უნდა აიტანოს და დახუჭოს. აბა რა უნდა ქნას? რა უნდა ქნას და თავის ნაჭრში უნდა ჩაჯდეს. ერთი ორჯერ თუ უღალატა, დიდი რამე ეხლა და ეხლა თუ სამჯერ უღალატა და 20ჯერ უღალატა, მე უკვე ქალმა თუ უღალატა? საკმარისია. ეს რო გაიბედა ჩემს დანიშნულს. მოკლედ ვერ მოუკლავდი, მაგრამ იმასთან ნამდვილად არ გავყვებოდი. მეორე ალბათ მოკლავს. ეს ერთი დღე გამოიზოგე კაცო, ბოლო დღისათვის რა მაინც და მაინც წინასწარ უნდა გახეთქელი. მაგაგებით ესე იგი მაგას ქვია მოსინჯვა. მე მქონდა სექსი. ქორწინებამდე ქონდა სექსი სვანეთში, იყო ქორწინებამდე სექსი? სექსი მქონდა და ქორწილის არ გადავიხადე. მარი აპატიებთ. გააჩნია რა ხასიათები იქნება. ახლა დაილაპარაკებენ და ხელას სიყვარულს და ხელას ურთიერთობას აკეთებენ. გამიშვი შეოხერო, გამიშვი ქალიშვილი ვარ, ორც მე ვარ ძროხის შვილი. ჩემთვის ქმარს არ უღალატია და ამდენად რა ის გაჩერდი ქვეყანა შემოვლილი აქვს შენ ქმარს და გიღალატა. მეც ასე მგონია რომ არა. და თქვენ დარწმუნებული ხართ რომ ბევრჯერ აქვს ნაღალატები? ლენინგრადმა ქალმა გამაგიშარა. თავზე თქმა არა, მაგრამ იმდენი რამდენიც ნაღალატებია კეთყოფა. აგში მაგრამ უშავებდა ყველანაირად. რუსის ქალები სექსისთვის არიან დაბადებული რა. რას გვიშლის? ითამაშები მათთან. არ დაგვრჩებიან ჩვენ. სექსის გარეს ყოველგვარი. მე რა მექნა მისაბარ. დაუნებდი. მარტო სექსუალურობა არ არის აქ. საჭირო ოჯახს სხვა რაღაცა საფუძველი სჭირდება. ამას დასჭირდება ჯერ კიდე წლები. გასდით იმათთან ჩვენ კაცებს და მიდიან იმათთან. ეს არის პირველი სექსი, რა ვიცი. რაღაცის აღმოჩენა. შულები კაია და მაგრამ მათი გაკეთების პროცესი უკეთესია.